RMC სპორტის საყურადღებო ინფორმაცია. რატომ შეცვალეს ხვიჩა კვარაცხელია? ფრანგულ პრესაში ყველა ორ ქართველზე საუბრობს. კვარაცხელია და მისი დისკომფორტი და გიორგი მიქაუტაძის გოლი. გიორგის ძალიან მალე ბარსელონაში ვიხილავთ. ეს ინფორმაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი ქართული ფეხბურთისთვის. უდიდესი სკანდალი მსოფლიო ფეხბურთში. რა ხდება ვინისიუს ჟუნიორის თავს და რა ვითარებაა მადრიდის რეალში. დღეს ვისაუბრებთ ბევრ საინტერესო სიახლეზე, თქვენ კი ძალიან მარტივად შეგიძლიათ ეს შრომა დააფასოთ. უბრალოდ დააჭირე ლაიქის ღილაკს და გამოიწერე არხი. ეს რეალურად 3 წამის საქმეა და ასე უმარტივესად გამოხატავ შენს პატივისცემას. კომფორტულად მოკალათდით. ეს არის არხი ფუტვიჟენი. დავიწყოთ. ლა ლიგის მორიგ ტურში ვილიარეალი ლევანტეს ესტუმრა და უმძიმეს ბრძოლაში 1-0 დაამარცხა. ამ გამარჯვებაში კი ყველაზე დიდი წვლილი გიორგი მიქაუტაძემ შეიტანა. აღნიშნულ დაპირისპირებაში ერთადერთი გოლი სწორედ ქართველმა ფეხბურთელმა გაიტანა. ჟორჟი ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა და მოედანზე 90 წუთი დაყო. ამ პერიოდის განმავლობაში მას ჰეტრიკის შესრულებად შეეძლო, მაგრამ ორ შემთხვევაში არ გაუმართლა. პირველ ტაიმში მისი დარტყმა მეკარემ მოიგერია. გოლის გატანა მან 57 წუთზე შეძლო, ხოლო 82 წუთზეც არიელ კარში ვერ გაიტანა. მის დარტყმას სამწუხაროდ მცველი გადაეღობა. ცნობისთვის ჟორჟმა ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა და ლა ლიგაში მას უკვე 8 გოლი დაუგროვდა. ლა ლიგაში არის ორი გამორჩეული დიდი კლუბი, მადრიდის რეალი და ბარსელონა. მადრიდის რეალი პირიქით შემტევების გაშვებას ფიქრობს, რადგან შეტევაში ფეხბურთელების დიდი კონცენტრაციაა. თანაც მათ უკვე მბაპე ყავთ. ხოლო ბარსელონაში მიქაუტაძეს პოზიციაზე ნამდვილად სჭირდებათ ფეხბურთელი. და ვფიქრობ, ის ფაქტი, რომ გიორგი ლა ლიგაში ასეთ დონეს დებს, მალე სასწაულს მოახდენს და ქართველს ბარსელონაში ვიხილავთ და აი რატომ. უბრალოდ დაუკვირდით, ჟორჟი ნაკრებშიც, მეცშიც, ოლიმპიკშიც და ვილიარეალშიც თავის მოვალეობას იდეალურად ასრულებს. მას ყველა ინსტინქტი აქვს, რაც ფორვარდს სჭირდება. ახლა თამაშობს ლა ლიგაში, ანუ იმ ლიგაში, სადაც ბარსელონაა, რაც ამარტივებს შემდგომი ადაპტაციის ამბებს. თანაც ისეთი გუნდისთვის, როგორიც ბარსელონაა, მიუხედავად ყველა მათი ფინანსური პრობლემისა, გიორგი მიქაუტაძის შეძენა ფინანსურად დიდ პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. ჩვენთვის კი წარმოიდგინეთ, რამხელა სანახაობა იქნება, როდესაც ქართველი ფეხბურთელი ასეთ დიდ კლუბში ითამაშებს. დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრები ამ თემასთან დაკავშირებით. მე მაინტერესებს, რას ფიქრობს community. არსებობს თუ არა იმის რეალური შანსი, რომ გიორგი მიქაუტაძე ვიხილოთ ბარსელონაში. მატჩის დასრულების შემდეგ ვილიარეალის მთავარმა მწვრთნელმა მარსელინო გარსია ტორალმა მიქაუტაძეზე კომენტარი გააკეთა. ხედავ, რომ მიქაუტაძე ძალიან კარგად გამოიყურება და ეს მხოლოდ გოლების გამო არ არის. ის თამაში უფრო მეტად არის ჩართული, უკეთ ესმის გუნდის ტაქტიკა, უკეთ კოორდინირებს, თანაგუნდელებთან და მენტალურად უფრო სწრაფია. ფორვარდისთვის გოლი უდიდესი სტიმულია, მაგრამ მთავარი მაინც გუნდის კოლექტიური თამაშია და ის რომ გუნდმა სწორად იმუშაოს. რაც შეეხება ვილიარეალს, მარსელინოს გუნდი 48 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება და უახლოეს მდევარს ატლეტიკოს 3 ქულით უსწრებს. შემდეგ ტურში ყვითელი წყალქვეშა ნავი ვალენსიას უმასპინძლებს. აღნიშნული დაპირისპირება 22 თებერვლით თარიღდება და თბილისის დროით 23 საათსა და 55 წუთიდან დაიწყება. იმედია, შემდეგ ვიდეოს დავიწყებ იმით, რომ გიორგი მიქაუტაძემ მეოთხე შეხვედრაში ზედიზედ გაიტანა გოლი. ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში დრამატული დაპირისპირება შედგა. მონაკო საკუთარ მოედანზე PSG-ს იღებდა და მატჩის სტარტზევე სოლიდური უპირატესობა მოიპოვა. პოლარიმ ბალოგუნმა ანგარიში პირველივე წუთზე გახსნა. მე-18 წუთზე კი დუბლი გაიფორმა და მასპინძლები 2-0 დააწინაურა. პარიზელთა მდგომარეობა მძიმე ჩანდა, თუმცა ლუის ენრიკეს გუნდმა თამაშის შემოტრიალება შეძლო. მანამდე 22 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას მიერ მოპოვებული პენალტი ვიტინიამ ვერ გამოიყენა. მისი დარტყმული მეკარემ მოიგერია. გარდატეხა 27 წუთზე განხორციელებულმა ცვლილებამ შეიტანა, როდესაც ენრიკემ დემბელე გაიყვანა და მის ნაცვლად დეზირე დუე ჩართო თამაში. ცვლილებამ ყისიერი შედეგი გამოიღო. 29 წუთზე დუემ სხვაობაში ამცირა. 51 წუთზე კი მისივე პასით ჰაკიმ წონასწორობა აღადგინა. მეორე ტაიმის დასაწყისში მონაკო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. საჯმა მოედნიდან ალექსანდრ გოლოვინი გააძევა. რიცხობრივი უპირატესობა სტუმრებმა 77 წუთზე გამოიყენეს. ბრწყინვალე კომბინაცია, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიაც მონაწილეობდა, დუემ გოლად აქცია. დუბლი შეასრულა და PSG-ს 3-2 მოაგებინა.
ფრანგული ავტორიტეტული გამოცემა RMC-ის სპორტის ინფორმაციით პარი სენ-ჟერმენისა და მონაკოს გუშინდელ მატჩში ხვიჩა კვარაცხელია დისკომფორტის გამო შეცვალეს. გამოცემის ჟურნალისტის არტურ პეროს ცნობით, უსმან დემბელეს ტრაუმის ფონზე ამან პარიზელების მდგომარეობა შესაძლოა კიდევ უფრო დაამძიმოს. ხვიჩა კვარაცხელიას ფიზიკური მდგომარეობა დეტალურ დაკვირვებას საჭიროებს, ვინაიდან შეცვლამდე ქართველმა ფეხბურთელმა საკმაოდ შემაშფოთებელი ნიშნები გამოავლინა. ლუის ენრიკემ და სამედიცინო პერსონალმა რამდენჯერმე კითხეს ხვიჩას თუ როგორ გრძნობდა ის თავს. შემდეგ კი კვარაცხელია ლი კანგინმა შეცვალა. ხვიჩას კარიერაში ყველაზე კაშკაშა პერიოდი ნამდვილად არ არის, მაგრამ დარწმუნებული ვარ ყველაფერი წინაა და ის ოქროს ბურთსაც მოიგებს. ზოგჯერ ინტუიციას უნდა მივენდოთ და ეს ზუსტად ის შემთხვევაა. უბრალოდ ვიცი რომ ამას შეძლებს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ქართული ფეხბურთი ამ ბიჭმა დააყენა ფეხზე, რისთვისაც უკვე მადლობელი ვარ მეც და უმეტესობა თქვენგანი. აქვე გეტყვით რომ უსმან დემბელე მოედანი ტრაუმის გამო 27 წუთზე დატოვა. მატჩის შემდეგ კი ლუის ენრიკემ განაცხადა რომ ფრანგი შემტევის შესახებ მეტი ინფორმაცია მომდევნო დღეებში გახდება ცნობილი. შეცვლის მიზეზი კი ის გახდა რომ მატჩის საწყის წუთებზე მონაკოს ფეხბურთელმა უსმან დემბელეს ფეხი ჩაარტყა, რის გამოც ფრანგს სირბილი უჭირდა. ცნობისთვის პსჟ მონაკოს 3-2 მოუგო და განმეორებით მატჩში პარკ დე პრენსზე 25 თებერვალს საქმის ბოლომდე მიყვანას შეეცდება. ბენფიკა რეალის მატჩში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით რასისტულ ნიადაგზე შესაძლო შეურაცხყოფის ფაქტზე გამოძიება პორტუგალიის მთავრობამაც დაიწყო. ამის შესახებ ადგილობრივი პრესა იტყობინება. ადმინისტრაციული სამართალწარმოება სპორტში ძალადობასთან ბრძოლის და პრევენციის სამსახურში მიმდინარეობს და საჭიროების შემთხვევაში დისციპლინარულ სასჯელს სწორედ ეს უწყება გამოიტანს. საკუთარ ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში APCVD-მ აღნიშნა, რომ საქმის შესწავლა დაწყებულია მედიაში გამოქვეყნებული ინფორმაციის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც UEFA-ს ორგანიზებული მატჩის მსვლელობისას ვინისიუს ჯუნიორის მისამართით რასისტულ ნიადაგზე შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი. თუ გამოძიება დაადგენს, რომ ჯანლუკა პრესტიანის მხრიდან რასიზმის გამოვლინებას ჰქონდა ადგილი, ბენფიკასა და მის ფეხბურთელს შესაბამისი სანქციები დაეკისრებათ. ეს შეიძლება იყოს ფულადი ჯარიმა, ისე სამართალდამცავ ორგანოებში საქმის გადაგზავნა. ცნობისთვის ბენფიკასა და რეალის მატჩის მეორე ნახევარში ვინისიუსი შეხვედრის მთავარ არბიტრთან ფრანსუა ლატექსიესთან მივიდა და უთხრა, რომ ბენფიკას ფეხბურთელმა ჯანლუკა პრესტინიმ რასისტული შინაარსის შეურაცხყოფა მიაყენა. ბრაზილიელი გარემარბის თქმით, პრესტიანი მას მაიმუნი უწოდა. ეს სიახლე არაა, რომ ვინისიუსის გარშემო მუდამ ეს თემა ტრიალებს. ის ყოველთვისაა ამ ყველაფრის მსხვერპლი. შეიძლება რეალურად მას ყველა ებრძვის. შეიძლება რეალურად ყველა ცდილობს, რომ რეალ მადრიდის ერთ-ერთი უძლიერესი კლუბის ერთ-ერთი უძლიერესი ფეხბურთელი დაჩაგროს. მაგრამ არაა გამორიცხული, რომ ეს ყველაფერი პიარია. არაა გამორიცხული ის, რომ ეს ყველაფერი ფლორენტინო პერესის გეგმაა, რადგან ნებისმიერ ჰეიტს უჩნდება ოპოზიტი. ყოველთვის გამოჩნდება ხალხი, რომელიც ვინისიუს ჯუნიორს დაიცავს. ეს არის მარკეტინგული ხრიკი. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის შეგრძნების დონეზე ეს ყველაფერი ძალიან დამღლელია. და მიჩნდება ფიქრები, რატომ არ ხდება მსგავსი რაღაცეები სხვა ფეხბურთელებზე. დაწერეთ თქვენი აზრები ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარებში. ნუ თუ მართლა ებრძვის ყველა ვინისიუს ჯუნიორს, კი რა თქმა უნდა ის ხშირად იქცევა ამას რზენად. შეიძლება მისი ცეკვები და პერფორმანსები მართლაც ნერვების მომშლელია. მაგრამ მონეტის მეორე მხარე ისაა, რომ თუ რეალური ჰეითია მის წინააღმდეგ და ეს ყველაფერი არ არის დადგმული, შეიძლება ის ასე და ასეთი კუთხით პასუხობს სამყაროს, რომელსაც ის ძულს. დღევანდელი ვიდეო კი დასასრულს მიუახლოვდა. იმედია მოგეწონათ. წინა ვიდეოზე საკმაოდ კარგი აქტიურობა გქონდა და იმედი მაქვს, რომ ასე გაგრძელდება. ახლა კი დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე და აბა, წარმატებები.